არ მახსოვს რომელი წელი იყო პრინციპში, თუმცა 2013-14 ალბათ. საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დიდი დრონი ვეებერთელა სტატია გამოაქვეყნა არ მინდა შემეშალოს და ნიუ-იორკ ტაიმსში. ჩანართი იყო, სტატიაც არ იყო რაღაც 4 გვერდიანი. არა, ეს იყო მთელი 8 გვერდიანი თუ 6 გვერდიანი ჩანართი, სადაც ბატონი დავითი გულმოდგინედ უმტკიცებდა კითხვებს და მეტწილად აინც ამერიკის აუდიტორიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს ზოგადად, როგორი ქვეყანა არის საქართველო, ან როგორი ქვეყანა იქნება საქართველო ბიზნე ივანიშვილის მმართველობის პერიოდში. უკვე შემდგომ გაირკვა, ეხსომებათ, რომ დათო უსუფაშვილი თანაავტორი იყო ამ წერილის. რეალური და მთავარავტორი იყო, გაგიკვირდებათ და ალბათ არ გაგიკვირდებათ, სწორედაც რომ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, რომელმაც ბრძანა, განგვიმარტა, გახსნა ფრჩხილი. და თქვა შემდეგი რამ დათო კი არაჩვეულებრივად წერსო, მაგრამ მე ძირითადი מחვილები მე დავსვიო, ძირითადი აქცენტები მე გავაკეთეო, შინაარს გადმოგცემთ და კიდევ ერთი წერილის გამოქვეყნებისათვის ვემზადებიო კიდევ ერთი წერილის გამოქვეყნება მინდაო, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრი და მძაფრი იქნება, ახლა შემეპარა ეჭვი ამერიკელები იყვნენ ადრესატები დათო უსუფაშვილისა თუ ევროპელები შესაძლოა ევროპელები მოკლედ მუდამძრახავთ იმის გამო, რომ საგანგებოდ აღარ ვეძიე, აღარ ვიქექე და ვეძიე. მოკლედ ბიზნესს აქვს ეს ამბიცია, რომ საუკეთესო წერალია, მუსიკაში საუკეთესოდ ერკვევა, პოლიტიკოსი ხომ საერთოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოა, ისტორიკოსიც არის, ხელოვნებაში ზოგადად ერკვევა და მცოდნეა ხელოვნებისა. მან დაიწყო დიდი მხატვრების ნამუშევრების შეგროვება და მთელი რუსეთი თუ მთელი მოსკოვი ამაზე შესვა აბრამოვიჩმა, მას მიხვბაძა თუ კიდე ვიღაცამ მიხვბაძა და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი იცის, ყველაფრის მცოდნეა, სამყაროს მცოდნეა ბიზნე ივანიშვილი, ამის ამბიცია გიგიჩავით აქვს. თუ უსუფაშვილის მიერ დაწერილ წერილში მოახდინა ინტერვენცია მაშინ პრემიერმა ივანიშვილმა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად სერიოზულ ინტერვენციას ახდენს ის მისივე თანაგუნდელების, ფართო გაგებით თანაგუნდელების ამა თუ იმ ეპისტოლეში. და ბუნებრივია, რომ ინტერვენციას ახდენს მაშინაც კი, როცა რომელიმე თანაგუნდელს მართლა მოუნდება, დამოუკიდებლად მოუნდება წერილის დაწერა, მისი ხედვების გაცნობა საზოგადოებისათვის. აქედან გამომდინარეც, ან წარსული გამოცდილებიდან გამომდინარეც, ჩვენ რასაკვირველია უნდა დავასკვნათ, რომ წერილები, რომლებსაც აქვეყნებს ზაზა შათირიშვილი, ეს მხოლოდ ზაზა შათირიშვილის წერილები არის, მეცაც გეტყვით, არ არის. მეცაც გეტყვით, ზაზა შათირიშვილი ამ წერილების ავტორი არ არის. ხელს კი აწერს, მაგრამ მისი სახით ველაპარაკება ქართულ საზოგადოებას, ელაპარაკება სწორედაც რომ ბიზნე ივანიშვილი წლის დასაწყისიდან ფილოსოფოსად წოდებულმა თუ გნებავთ არ დავარქვათ ასე, ფილოსოფოსმა ასე მოვიხსენიოთ, ზაზა შათირიშვილმა არ მინდა შემეშალოს და მეოთხე ან მეხუთე წერილი გამოაქვეყნა და ყველა წერილში, უკლებლივ ყველა წერილში ლაპარაკობს რაღაც ოლიგარქიულ ოჯახებზე, დიპ სტეიტზე, ტრამპზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, როგორც იმპერიაზე, ევროპასაც რასაკვირველია კილავს, კიცხავს, მაგრამ აქცენტებს ევროპის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ლიდერების პოლიტიკაზე, სტრატეგია პოლიტიკაზეც აკეთებს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აწერს ხელს რასაკვირველია ზაზა შათირიშვილი, მაგრამ რეალურად ეს აბას თუმნის უღრანებში დასაბმელი შეშლილი ბიზნე ივანიშვილია ყველა აქცენტის, ყველა წინადადების, ყველა აზრის თავარ ავტორი. ასე რომ არ იყოს ტელეკომპანია იმედი მთავარი პროპაგანდისტური არხი ქართული ოცნებისა, რაზეც დგას ქართული ოცნების პროპაგანდა, ეს არის ბოძი რეალურად, დედა ბოძია ტელეკომპანია იმედი, არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობდა საკუთარი სოციალური მედიის გვერდებს, ფურცლებს, ვირტუალურ ფურცლებს ზაზა შათირიშვილის მორიგ ბოდვას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ან წინა 4 ბოდვას, რომელიც გამოქვეყნდა 2026 წლიდან, ან 25 წლის ბოდვებს, 24 წლის ბოდვებს, 23 მოკლედ ზაზა შათირიშვილი საშუალოდ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ აქვეყნებს რაღაცებს, წერს რაღაცას, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის არ არის არც მთავარ ავტორი და არც მეორეხარისხოვანი ავტორი, უბრალოდ ხელის მომწერია. ეს ეპისტოლე, დღეს გამოქვეყნებული, რომელიც კვლავ ვიმეორებ, არა თუ მთლიანად გამოაქვეყნა ტელეკომპანია იმედი, მაგრამ ეს ნაწილებადაც, ნაკვესებადაც დაყო, ამონარიდებად დაყო და ცალ-ცალკე ქარდები მიუძღვნა ამ
შათილიშვილის ფორმალისტურად შათილიშვილის ბოდვას ეს წერილი გამორჩეულია კიდევ სხვა გვარი აქცენტებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ წინა წერილში ჩანდა ეს მაგრამ აი ახლა კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთა რომ ჟაზა შათილიშვილი ანუ ბიზინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც არენდობა და პირველად აღწერებს ჟაზა შათილიშვილი ფორმალისტურად უნგრეთს ამერიკის შეერთებული შტატები რეალურად კი არ ეპარტნიორებაო შინაარსი ეს არის ორბანს კი არ უჭერსო მხარსო არამედ ამ ვითომ და მხარდაჭერით რეალურად ძირს უთხრის ორბანსო და ორბანი იმიტომ დამარცხდება რომ ჯეი დი ვენსმა ან ტრამპის ადმინისტრაციამ მას მხარი დაუჭირესო რომ მიეშვათ და სუვერენული გადაწყვეტილება რომ მიეღო უნგრელ ხალხს იქნება და დაემარცხებინა კიდეც უნგრეთის დღევანდელ ლიდერს მომავალი ლიდერიო ანუ ორბანს დაემარცხებინა ოპონენტიო ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაცა უნდა ტრამპისტები ვიყოთ ტრამპის მომხრეები ვიყოთ ტრამპი მოგწონდეს ცალკეულ შემთხვევებში და ვეთანხმებოდეთ გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ შეერთებული შტატების მხრიდან ორბანის და სწორედ ორბანის მხარდაჭერა არის ცუდი საქციელი ორბანი რასაკვირველია უნდა განდევნილი იყოს პოლიტიკიდან უნგრეთისა პოლიტიკიდან ევროკავშირისა და ამ შემთხვევაში ერთით ნაკლები ორი თუ სამი დროას ცხელი ყავს ევროპას ხო ერთით ნაკლები დროას ცხელი ეყოლება დარჩება ფიცო რომელსაც ბოლოს დაათრობენ მეთქი ვიტყვი ასე ადრე თუ გიან დასრულდება ფიცოს მმართველობაც სლოვაკეთში, მაგრამ ამ თემაზე არ ვლაპარაკობ. ახლა მე ვლაპარაკობ უფრო ზაზა შათილიშვილის ამ ბოდვაზე, რომელსაც გვთავაზობს და კიდევ ერთი საინტერესო კონტექსტი ან რაკურსი არის შემდეგი. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა უნგრეთში და დაუჭირა მხარი ორბანს, კი თქვა ჯეი დი ვენსმა, რომ ახლა მე არჩევნებში ვერ ჩავერევიო, რანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ ეს გამოკვეთილი ლიდერიაო და ორბანისკენ გაიშვირა ხელი. ოღონდ შათილიშვილი ამას უარყოფითად აფასებს. შათილიშვილი ამბობს, რომ ესეთი მხარდაჭერა, ასეთი ნამდვილი ან ფსევდო მხარდაჭერა იქნება ორბანის, რომელიც 2 ცეცხლს შუაა თუ 7 ცეცხლს შუაა თუ მოკლედ ძირითადად მდგომარეობაშია, დამარცხების მიზეზი. ორბანმა რაღაცეები ვერ გათვალაო, ესეც ზაზა შათილიშვილს ფორმალისტურად რეალურად კი ბიზინა ივანიშვილს ეს სიტყვები ეკუთვნის ბიზინა ივანიშვილს და არა ზაზაია შათილიშვილს. რატომ აკეთებს ამას ბიზინა? რატომ აფიქსირებინებს მის მომხრეს რეალურად კი თავად? რატომ აფიქსირებინებს ამ ანტიამერიკულ გზავნილებს ქართული საზოგადოებისათვის? იცით თქვენ რომ უახლოეს ხანებში უნდა ასეთი ხმები გავრცელდა, ასე ვიტყვი თქვენი სტებართით რომ ამერიკელები ჩამოდიან უახლოეს ხანებში. სხვადასხვა საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არ ადასტურებს ამას, არ ამბობს რომ რამე დაღალი დონის პირთა კონგრესმენების, სენატორების, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების, თეთრი სახლის წარმომადგენლების ვიზიტია დაგეგმილი. ეს ვიზიტი რომ შედგეს მართლაც და ადრე თუ გვიან გასაკვირველია შედგება, ამგვარი წარმომადგენლობითი დელეგაციის ჩამოსვლა მოხდება საქართველოში, თბილისში და ვინიცის და ბიზინა ივანიშვილსაც შეხვდებიან. ეს ვიზიტი რომ შედგეს ჩვენთვის ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამერიკელი პარტნიორები ფურცელზე დატანილ მოთხოვნებს გააცნობენ ბიზინა ივანიშვილს შეუნდა გააკეთო ეს ის სხვათა შორის ალიევმაც ერთგვარად მოსინჯა ან უთხრა ალიევმა ხო ამერიკის შეერთებული შტატების თამაშიც ტრამპის ადმინისტრაციის თამაში ითამაშა და ალიევმა ძირითად საკითხებზე გაამახვილა ბიზინა ივანიშვილის ყურადღება, მაგრამ საკმარისი შესაძლოა არ არის მით უფრო რომ კარგად იციან ბიზინა ივანიშვილის ბუნების თაობაზე, როგორ შეუძლია მას დაპირების გაცემა და მე უკვე ადამიანების და ქვეყნების და პოლიტიკის და მაგიდის აყირავება, ანუ გადაგდება. ამიტომ კონგრესმენები იქნებიან თუ სენატორები იქნებიან თუ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იქნებიან თუ თეთრი სახლის წარმომადგენლები იქნებიან თუ დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთად ეს ვიზიტი დაგეგმილი კი არა განხორციელდება გარკვეული პერიოდის შემდეგ არა მაინც და მაინც აპრილ-მაისში არამედ მაგალითად სექტემბერში მაგალითად ოქტომბერში და მოდი ვიტყვი ასე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი იქნება შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი დელეგაციისა რათა ბიზინა ივანიშვილი მოარჩუნო. მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ახლა ნახეთ როგორ რასაკეთებს აკრიტიკებს ერთგვარად ზაზა შათილიშვილის პირით ბიზინა ივანიშვილი აკრიტიკებს ვიქტორ ორბანს, ამით ამბობს რომ ორბანი პრინციპში გაება ამერიკელების მახეში და ჩვენ კი ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ არ დაუშვებთ იმ შეცდომებს, რომლებიც დაუშვა ვიქტორ ორბანმა, ანუ არ დავამყარებთ შეერთებულ შტატებთან ისეთ ურთიერთობას, რომელიც საფუძველი გახდება ჩვენი აყირავების. ორბანი აყირავდებაო, ამას გვეუბნება
ზაზა შათილიშვილი სწორედ იმის გამო რომ ნამეტანი პროამერიკელი უпростоად ამ ოლიგარქიული ოჯახების მონადა მორჩილი გახდა ევროკავშირს კი ებრძვის მაგრამ ეს ყველაფერი ან ზაზა შათილიშვილს ხო რაღაც საკუთარი ბოდვითი კონსპირაციული თეორიები აქვს ეს ყველაფერი რეალურად დაგეგმილია ერთი თამაშის ნაწილია ძლივს ამოხსენი ეს განტოლებაო ეს ამოცანაო ეხლა მივხვდი როცა ჯეიდი ვენსი ჩავიდა უნგრეთშიო ეხლა მივხვდი რა ჰქონია თურმე განზრახული ამერიკის შეერთებულ შტატებს და კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციას რომლის დედაც ვატირე აი ესეთი მზაკვარია ის ვითომ ებრძვის დიპსტეიტს რეალურად არც არაფერს არ აკეთებს ვითომ გარკვეული უსიამოვნება აქვს ევროკავშირთან და ევროკავშირის დიპსტეიტთან მაგრამ რეალურად არც არაფერს არ აკეთებს აგე პირიქით და პირიქით უფრო ძლიერი ხდება ევროკავშირი ამასობაში სრული სიგიჟეა მოკლედ ევროკავშირი ძლიერი ხდება თუ არა ამაზე არ ვილაპარაკოთ ბიზინა ივანიშვილის ეს აზრები გადმოცემული და ხელმოწერილი ზაზა შათილიშვილის მიერ სრული სიგიჟეა მაგრამ ვაგლახ და სამწუხაროდ საზოგადოების ერთ ნაწილს აჯერებენ ამას და ანტიამერიკულ არა მარტო ანტიევროპულ არამედ ანტიამერიკულ ისტერიკასაც იწყებენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უშუალოდ როგორც ჩანს ესეც უნდათ რომ მოსინჯონ და აგრეთვე მათ გარშემო ანუ ხელისუფლება წოდებულის გარშემო ქართული ოცნების ხელისუფლება წოდებულის გარშემო მოტრიალე ჯგუფები ზაზა შათილიშვილის თავკაცობით თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ზაზას ერთი მძიმეს კი არ ჩაუსვამს თუ დაუსვამს ამ ვეება წერილში თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი არა მარტო ნაკარნახევია ბიზინა ივანიშვილის მიერ თუ მხრიდან არამედ ბიზინა ივანიშვილის მიერ დაწერილია კალმით თუ კომპიუტერში მეთქი უნდა ზაროობ ეს თქვა მაგრამ კომპიუტერს არ ამგონია ხა ასე კარგად და ეფექტურად ფლობდეს კლავიატურაზე სადრა ასოგერა დატანილი არის ის დარწმუნებული ვარ ამიტომ მაღალი ალბათობით კალმით ო რაღაც იმაში ლარიან მაღაზიაში ნაყიდი არ ხუმრობ ამ უკანასკნელს რაღაც ვირფასი კალმით დაწერა ეს სიტყვები რომლებზეც ხელი მოაწერა ზაზა შათილიშვილს როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილს ძალიან არ უნდა და ეს იკვეთება უკვე რომ ამერიკელები ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში და ამერიკელებისთვის საქართველოს როგორც ჩანს გადამწყვეტი ან საკვანძო ან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ესეც უნდა ვიცოდეთ ალიევის ჩამოსვლაც საქართველოში იყო არა მხოლოდ აზერბაიჯანის ლიდერის ან კავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერის სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში კარგი არა ჩვეულებრივი არამედ ეს იყო ამერიკელთა წარმომა ვისაც ამერიკელები ენდო ვისაც ტრამპი ენდობა იმ პირის ვიზიტი საქართველოში ტრამპმა გავბედავდა ვიტყვი დაარიგა ჭკუა ყოველ შემთხვევაში ძირითადი მესიჯები რაც უნდა ეთქვა ქართული ოცნების ხელისუფლებისათვის ალიევს ამასთან დაკავშირებით ალიევმა გაიარა კონსულტაციები სწორედაც რომ ტრამპთან და ტრამპმა დაარიგა ჭკუა ტრამპმა უკარდახა ტრამპმა მისცა ინსტრუქცია ტრამპმა მისცა რეკომენდაცია რაც გდებოთ ვის დავარქოთ ეხლა იკვეთება რომ უამრავი მიზეზის გამო რასაც ივანიშვილი ცხადია მე თავისი დემაგოგიური მედიით გაამართლებს და ახსნის ესენი არ აპირებენ ამერიკული თამაშს აი ამ შემთხვევაშიც კი არ აპირებენ ამერიკული თამაშის თამაშს ანუ იტყვიან რომ რაღაცა ძალიან რთული მდგომარეობა რეგიონში ირანში არ სრულდება თუმცა შესაძლოა დასრულდეს ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ სხვა ვიდეო ბლოგში ირანში დაძაბული ვითარება ფეთქებად საშიშია ყველგან ვითარება ჩვენ ახლა ვერ გავრისკავთ და იმიტომ რომ სუფთა ფურცლიდან გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაწყება მხოლოდ ამიტომ ვერ გავრისკავთ და ვერ დავუმეგობრდებით ახლა დასავლურ სამყაროს ამის შედეგად ხო შეიძლება ჩვენთან საქართველოში ჩამოვარდეს სახიდი დრონები თუ დრონები რაღაცა რაკეტების ჩვენ ჩაგვითრიონ ომში ჩვენზე განახორციელოს ირანმა შეტევა ამას ადასტურებდა ირანის ელჩის პრინციპში მაინც მუქარა და ასე შემდეგ და გადავდოთ ამერიკა ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე მოდი გადავდოთ ეს ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაწყება ურთიერთობებისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გარკვეული დროით ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ არ ჩაცხრება ვითარება დაახლოებით როგორც მივხვდები დაახლოებით ამისთვის ემზადება ბიზინა ივანიშვილი ანუ აღარც ევროპა გვინდა და თუ ბოლო პერიოდამდე ვითომ უნდოდა შეერთებული შტატები აღარც ამერიკა გვინდა ამერიკა ვერ გვიკარდახებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად ერთობლივი თავდაცვის სისტემები უნდა შევქმნათ თუ არა ვერ გვიკარდახებს ახლა ყულევი უნდა გადავცეთ თუ არა აზერბაიჯანის სოკარს ვერ გვიკარდახებს ანაკლია უნდა ავაშენოთ თუ არა ვერ გვიკარდახებს ამა თუ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საკითხებს მათ შორის შუა დერეფანში უნდა მონაწილეობდეთ თუ არა ამაზე ვერაფერს ვერ გვიტყვის ამერიკა ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და რასაც გვინდა იმას ვიზამთ და მით უმეტეს
ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი თვე, ჩვენ თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თუ რომელიმე ერთ პროექტს გავყვებით, ან ამერიკის ამ ინსტრუქციებს გავიზიარებთ, გადმოცემულ ალიევის მიერ თუ მხრიდან ან ალიევის გარეშე, ამ შემთხვევაში ჩვენს თავზე იფრენენ ეს დრონები, ირანული დრონები, ან რუსული დრონები და ჩვენ კატასტროფის კიდე წინაშე აღმოჩნდებით და აქედან გამომდინარე აღარ გვინდა ამერიკელებთან ურთიერთობა. დაახლოებით აი ეს პასუხი აქვს მოფიქრებული ბიზიდა ივანიშვილს და ახლა უკვე ზაზა შათირიშვილს აბანძებინებს ამერიკის შეერთებულ შტატებს რეალურად კი თავად ამბობს, თავად გვეუბნება, რომ არ და არას დიდებით არ გაიზიარებს იმ რეკომენდაციებს და იმ პოლიტიკას, რომელიც ალიევის პირით შეერთებულ შტატებმა შესთავაზა, სწორედაც რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფალს უშუალოდ ოლიგარქ ივანიშვილს. ანუ ადეკვატური ბიზიდა ივანიშვილი მე ესე ვხვდები, მე ასე ვაფასებ, რომ ვეღარ არის და კიდევ ერთხელ ამბობს უარს საქართველოს ევროატლანტიკურ ან დასავლურ კურსზე შათირიშვილს უბრალოდ ალაპარაკებს, ხელს აწერინებს რეალურად საკუთარივე გზავდილებზე. თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დათო უსუფაშვილს დაუწერა ან ჩაუსწორა დაწერილში, ხო წარმოგიდგენიათ, რამდენად სერიოზული ინტერვენცია მოახდინა ზაზა შათირიშვილის ეპისტოლეში, რიგით მე-5-ში ან მე-4-ში უკვე წლევანდელ წელს და ელოდეთ შემდეგშიც აი აპრილში გამოაქვეყნებს, მერე მაისში, მერე გამოაქვეყნებს ივნისში და ასე შემდეგ და აქედან ჩანს პოლიტიკა, მიდგომები ბიზიდა ივანიშვილისა, თუმცა აქ არის ერთი დეტალი, რომელიღაც ეტაპზე ბიზიდა ივანიშვილმა შეიძლება თქვას ამგვარი რამ, მე ხომ არ დამიწერია, აი ფორმალურად ხო შათირიშვილი აწერს ხელს და შათირიშვილის აზრები რატომ არის გაიგივებული, ჩემს აზრებთან კარგად არ მესმის. შათირიშვილის ასემცო, შათირიშვილი დამოუკიდებელი პიროვნებაა, მე სულ სხვა პოლიტიკას ვატარებდი და ვაწვებოდიო. ესეც აქვს არსენალში, ეს ტყუილიც აქვს არსენალში ოლიგარქ ბიზიდა ივანიშვილს. კარგით, დავაკვირდეთ პროცესების განვითარებას და პირველ ყოვლისა დავაკვირდეთ 12 აპრილს, როცა ორბანი დამარცხდება, რაღა დარჩა დღეს 8 რიცხვი, ანუ 4 დღეში ორბანი მაღალზე მაღალი ალბათობით აღარ იქნება უნგრეთის თავარ ხელისუფალი, მერე მოხდება გადაბარება, სადღაც აპრილის ბოლოსთვის უკვე სულ სხვა კაბინეტი ეყოლება უნგრეთს. მერე უნდა დავაკვირდეთ სომხეთში მოვლენების განვითარებას და უნდა ვუქომაგოთ ფაშინიანს, მაგრამ ამასობაში ჩვენს ღიად უნდა ვამხილოთ ბიზიდა ივანიშვილის სატელიტები და ბიზიდა ივანიშვილის ხელის ბიჭები, რომლებსაც უდებენ ფურცლებს და ისინი კი ხელს აწერენ აქაო და თუ ვითომ და ეს ყველაფერი ჩემი დაწერილიაო, ზაზა შათირიშვილი საუკეთესო მწერალია, ეს ფილოსოფოსად ხელის მომწერია ყველაფერზე, ეს ფილოსოფოსად წოდებული კაცი. ორბანი გაეხა მახეში, ჩვენ არ გავეხვევით მახეში. არავითარი ამერიკული დელეგაცია არ გვინდა საქართველოში, ჩვენ თავს მივხედავთ. იმიტომ რომ ამერიკელები, ტრამპის, ოლიგარქ ტრამპის, deep state ტრამპის წარმომადგენლები ამერიკელები, ისინი ჩვენთვის კარგს არ აკეთებენ, ჩვენთვის კარგი მათ არაფერი უნდათ. ეს არის ბიზიდა ივანიშვილის გზავნილი და სექტემბერში თუ ოქტომბერში რო ჩამოვა, მართლა რო ჩამოვა უზარმაზარი დელეგაცია, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს შეხვედრა ოლიგარქ ივანიშვილთან, შეიძლება არც მიიღოს ამ ცოტა შეშლილმა აბასთუმის უღრანებიდან მოღრიალე კაცმა, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში ერხევა, თავად უნდა გადაწყვიტოს უფრო რბილად დაერხევა თუ უფრო მძიმედ და ძაფრად. ნახვამდის.